ერთი ხალხი, ერთი საქართველოს სამოქალაქო კამპანიამ გუშინ ქუთაისში შეხვედრა გამართა. რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ისინი იმერეთის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. მათი ინფორმაციით საზოგადოების მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ეკონომიკური მდგომარეობა, გაუარესებული დემოგრაფია და გაზრდილი მიგრაცია. იმერეთის დაახლოებით 8-10 სოფელი მოვიარეთ და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მოსახლეობასთან. ყველა რეგიონში, სადაც აქამდეც ვიყავით, სამეგრელოში, გურიაში და ახლა უკვე იმერეთში გამოიკვეთა ძალიან ღრმა სოციალური პრობლემები, გამოიკვეთა დიდი დემოგრაფიული პრობლემები, ემიგრაცია, დაშლილი ოჯახები, დისფუნქციური ოჯახები ემიგრაციის ფონზე, დაცლილი სოფლები, რომელთა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სოციალურ შემწეობაზეა, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ ეძლევათ არანაირი შესაძლებლობა თავად მართონ საკუთარი ცხოვრება, იშოვონ თუნდაც სამსახური, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს სამუშაო ადგილები. ამივე რეგიონში, რაც ახლა ივლისის თვეში მოვიარეთ, ყველგან დიდი უპატრონობა შეიმჩნევა და ამ ხალხს შესაბამისად ძალიან ლოგიკურად იმედი აქვს დაკარგული და ნიჰილიზმშია. ჩვენი ასეთი ჩასული და საუბრით ვცდილობთ, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შორის ნდობა აღვადგინოთ და ადამიანებს იმედი დაუტოვოთ, რომ ჯერ კიდევ თბილისში თუნდაც ქუთაისში არიან ადამიანები, ვისაც მათი გასაჭირის ტკივა და ვისაც აინტერესებს როგორ ცხოვრობენ და ეკითხება მათ, რა შეხედავენ გამოსავალს და როგორ უყურებენ ცვლილებებს. იმ შემთხვევაში, თუ კი კეთილსინდისიერი ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას, ძალიან მალე შეგვიძლია გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ ამ ქვეყანაში. იმ პირობებში, როდესაც იქნება პოლიტიკური ნება და ხალხს დაუბრუნდება იმედი და мотиваცია, რომ ცვლილებები იგრძნოს ამ ქვეყანაში, ძალიან მალე შეიძლება დადგეს კეთილდღეობა ამ ქვეყანაში და მივიღოთ ისეთი ტიპის მაღალი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის სოციალური სერვისები და განათლება, როგორცაც შევნატრით და არის ევროპაში. ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან და აქტიურ მოქალაქეებთან. მონაწილეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. დღევანდელი დისკუსია სწორედ მიეძღვნა რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტების, დაინტერესებული პირების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნების მიერ განხორციელებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ მომავალში, რომ ჩვენ ვიყოთ მსგავსი ტიპის ქმედებებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოქალაქეთა ინფორმირებულობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერთად დგომა და მე ძალიან დიდი მეც გამოვთქვამ, რომ სწორედ ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ცვლილებებს ჩვენის მომავლისთვის და ჩვენ შევძლებთ ვიყოთ ხვალ ევროპული საქართველოს მოქალაქეები. მქონდა მსჯელობა 2024 წლის არჩევნებით როგორ გაყალბდა მთელი სქემები განვიხილეთ დეტალურად და ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო არჩევნების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მსჯელობა მიდის მომავალ არჩევნებში უნდა შევიდნენ პოლიტიკური პარტიები, რა პირობებით უნდა შევიდნენ, რა ტიპის შეთანხმება უნდა იყოს და მნიშვნელოვანი ამ საკითხზე დაიწყოს დისკუსია, რომ რაღაცა წერტილს რომ მივალთ, იყოს საერთო შეთანხმება და ამ კუთხით აზრები არ გაიყოს. სამოქალაქო კამპანია ერთი ხალხი, ერთი საქართველო მიიჩნევს, რომ ქვეყნის გაძლიერების საფუძველი ერთმანეთის მოსმენაზე, სამოქალაქო ჩართულობასა და საერთო ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებაზე გადის. ჩვენი ამოცანა არის, რომ ადამიანებში შევამციროთ ეს ხელოვნურად კულტივირებული ზიზღი საპროტესტო საზოგადოების მიმართ, გავაცნოთ მათ ჩვენი იდეები, ჩვენი ხედვები, ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, რომ საპროტესტო საზოგადოებაში არის ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი, ამ ქვეყნისთვის მებრძოლი სიყვარულით სავსე ადამიანი. ასევე გვინდა ადამიანებში შევამციროთ შიში, რომელსაც ეს რეჟიმი აკულტივირებს უკვე ამდენი წელია და ვანახოთ მათ პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეთ და ვანახოთ, რომ რეალურად ქვეყნის სიძლიერე და ერთად ყოფნა და ერთად დგომა არის იმის მშვიდობის გარანტია. თავისუფლება არის მშვიდობის გარანტია. თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე არანაირი მშვიდობა არ არსებობს. ეს არის უბრალოდ მონობა. და ჩვენ ვერ დაუშვებთ ახლა რომ ჩვენი შვილები მონობაში გაიზარდონ. ასევე ჩვენ გვინდა რომ ჩვენი პასიური ხარდამჭერები, რომელიც არის ოპოზიციური ამომრჩეველი, მათ დაუბრუნოთ პროტესტისადმი ინტერესი